2000 წელს რუსეთის სანაპიროსთან მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წყალქვეშა კატასტროფა მოხდა. უზარმაზარმა აფეთქებამ გიგანტური ატომური წყალქვეშა ნავი კურსკი ჩაძირა. რუსული ეკიპაჟის უმეტესობა დაიღუპა, ხოლო თითქმის 2 ათეული გადარჩენილი მეზღვაური ასეულობით მეტრ სიღრმეზე წყლის ქვეშ აღმოჩნდა. მეზღვაურების გადასარჩენად საერთაშორისო სამაშველო ჯგუფი შეიკრიბა, მაგრამ რუსეთმა მათ დახმარების უფლება არ მისცა. რა მოხდა სინამდვილეში და რა დაემართა რუსეთის სიამაყეს წყალქვეშა ატომური ფლოტის ფლაგმანს კურსკს. ამ ყველაფერზე ამ ვიდეოში ვისაუბრებთ. მანამდე კი გამოიწერე არხი და დალაიქე ეს ვიდეო. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზრუნავს ამერიკის ავიამზიდების ფლოტზე კონკურენციის გაწევა წარმოადგენდა. ამის გამო კომუნისტები იარაღის სისტემებზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ და ყველგან დაეძებდნენ ამერიკულ ავიამზიდებს. საბჭოელებმა ამ კუთხით საკმაოდ კარგი გამოსავალი მოძებნეს და ჯერ გრანიტის კლასის წყალქვეშა ნავები, შემდეგ კი გაუმჯობესებული მოდიფიკაციის ანტეის კლასის წყალქვეშა ნავები შექმნეს. ამ წყალქვეშა ნავებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსებისგან განსხვავებით ოსკარ 1-სა და ოსკარ 2-ს უწოდებს. ამერიკულ ბირთვულძრავიან ავიამზიდებთან შესახვედრად ანტეის კლასის თითოეულ წყალქვეშა ნავს 2 ბირთვული რეაქტორი უმაგრებდა ზურგს. ასეთი სიმძლავრე მათ წყალქვეშ 33 კვანძის განვითარების საშუალებას აძლევდა. სევროდვინსკში ამ კლასის სულ 11 წყალქვეშა ნავი აშენდა, რომელთაგან 5 საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთის ფლოტს გადაეცა. გრანიტები ანუ ოსკარ 2-ები დიდი ზომის იყო, რადგან მათ პატარა თვითმფრინავის ზომის უზარმაზარი რაკეტები გადაჰქონდათ. თითოეულ ნავს შეეძლო 500 კილოტონიანი ქობინის გადატანა. ერთ-ერთი ასეთი წყალქვეშა ნავი იყო სწორედ კურსკი. მისი მშენებლობა 1994 წელს დასრულდა და რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტს გადაეცა. ისტორიაც სწორედ აქედან იწყება. 2000 წლის 12 აგვისტოს დილით კურსკი ბარენცის ზღვაში იმყოფებოდა და სამხედრო წვრთნებში ზაფხული 10 მონაწილეობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საზღვაო ძალების პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები, სადაც რუსული მედიის მიხედვით 50-ზე მეტი გემი და წყალქვეშა ნავი, 40 დამხმარე ხომალდი და დაახლოებით 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წვრთნები იყო ჩრდილოეთის ფლოტში საუკეთესო ეკიპაჟით გამორჩეული კურსკი, ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღის სრული კომპლექტით დაიტვირთა. კურსკს თითქმის მითიური სტატუსი ჰქონდა, მასზე ამბობდნენ, რომ ის ჩაუძირავი იყო და ტორპედოს პირდაპირ დარტყმასაც კი გაუძლებდა. ადგილობრივი დროით 8 საათსა და 51 წუთზე კურსკმა ტორპედოს სასწავლო გაშვების ნებართვა მოითხოვა. პასუხად თანხმობა მიიღო. წყალქვეშა ნავი აპირებდა კიროვის კლასის საბრძოლო კრეისერ პეტრ ველიკის მიმართულებით 2 ტორპედოს გაშვებას. მნიშვნელოვანი დაგვიანების შემდეგ ადგილობრივი დროით 11 საათსა და 29 წუთზე ტორპედოს გამშვებმა ეკიპაჟმა პირველი სავარჯიშო ტორპედო სახელწოდებით ტოლსტუშკა ანუ მსუქანი გოგონა საბრძოლო ქობინის გარეშე მარჯვენა მხარეს ტორპედოს მილში ჩატვირთა. 11 საათზე, 29 წუთზე და 34 წამზე ნორვეგიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მდებარე სეისმურმა დეტექტორებმა მურმანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნორვეგიიდან დაახლოებით 250 კილომეტრსა და კოლის ნახევარკუნძულიდან 80 კილომეტრში რიხტერის სკალით 1.5 მაგნიტუდის სეისმური მოვლენა დააფიქსირეს. 11 საათზე, 31 წუთსა და 48 წამზე დაფიქსირდა მეორე აფეთქება, რომლის სიმძლავრე რიხტერის სკალით უკვე 250 ჯერ დიდი, ანუ 4.2 იყო. მეორე აფეთქების სიმძლავრე 2-3 ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო და გამოწვეული ბიძგები ალასკაში განთავსებულმა სადგურებმაც კი ჩაიწერეს. სეისმური მონაცემებით მეორე აფეთქება უკვე ზღვის ფსკერზე მოხდა. ცხადია, აფეთქება იგრძნო სხვა წყალქვეშა ნავის კარელიას ეკიპაჟმას, თუმცა მისმა კაპიტანმა ივარაუდა, რომ ეს წვრთნების ნაწილი იყო. რაც შეეხება სავარჯიშო გაშვების სამიზნეს, პიოტრ ველიკის მის ბორტზე მყოფმა ეკიპაჟმა წყალქვეშა აფეთქებისთვის დამახასიათებელი ჰიდროაკუსტიკური სიგნალი დააფიქსირა და კორპუსის რხევას იგრძნო. მათ ფენომენის შესახებ ფლოტის შტაბინა საცნობეს, თუმცა მათი შეტყობინება ყურადღების მიღმა დარჩა. კურსკის მიერ სავარჯიშო ტორპედოს სროლის დასრულების გრაფიკი 13 საათსა და 30 წუთზე ამოიწურა, თუმცა წყალქვეშა ნავი კონტაქტზე არ გამოდიოდა. კომუნიკაციის აღჭურვილობის ხშირ გაუმართავობას მიჩვეული ფლოტის მეთაური ადმირალი ვიაჩესლავ ალექსეევიჩ პოპოვი, რომელიც პიოტრ ველიკის ბორტზე იმყოფებოდა, თავდაპირველად არ შეშფოთებულა, თუმცა შემდეგ კურსკის მოსაძებნად ვერტმფრენი გაგზავნა.
მათ წყალქვეშა ნავი წყლის ზედაპირზე ვერ იპოვეს. ჩრდილოეთის ფლოტის მორიგე ოფიცერმა, ფლოტის სამზებრო სამაშველო ძალების უფროს, კაპიტან ალექსანდრ ტესლინკოს აცნობა, რომ ბრძანებების შესასრულებლად მზადყოფილიყო და მისი 20 წლის ასაკის ყოფილი ხე-ტყის გადამზიდავი გემი მზადყოფნაში მოიყვანა. ეს გემი წყალქვეშა სამაშველო ოპერაციების მხარდასაჭერად იყო გადაკეთებული და ღრმა წყალქვეშა სამაშველო მანქანები, წყალქვეშა ვიდეოკამერები, ამწეები და სხვა სპეციალიზებული ტექნიკა ჰქონდა. თუმცა ის არ იყო აღჭურვილი წონასწორობის შემანარჩუნებელი მოწყობილობებით, რომლებიც გემს ქარიშხლიან ამინდში ერთ პოზიციაში დაიჭერდა. ამიტომ მას მოქმედება მხოლოდ წყნარ ზღვაში შეეძლო. 17 საათზე ზღვაში ილიუშინ Il-38-ის თვითმფრინავი გაიგზავნა, რომლის ეკიპაჟმა კურსკის ზებნაში 3 საათი დაახარჯა, თუმცა უშედეგოდ. ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობა ისევ უშედეგოდ ცდილობდა კურსკთან დაკავშირებას. 22 საათსა და 30 წუთზე ჩრდილოეთის ფლოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და წვრთნები შეწყდა. ფლოტმა წყალქვეშა ნავის ძებნა დაიწყო. მიხაილ რუდნიცკი პორტიდან 00 საათსა და 30 წუთზე გავიდა. ეს იმ სამაშველო გემის სახელია, წეღან რომ გესაუბრეთ. გვიან ღამით ნავის ჩაძირვიდან 12 საათის შემდეგ ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურმა ადმირალმა პოპოვმა მომხდარის შესახებ კრემლს აცნობა. ხოლო მეორე დღეს პოპოვმა მას შემდეგ რაც უკვე იცოდა, რომ კურსკი დაკარგული იყო და სავარაუდოდ ჩაძირული, მედიას უთხრა, რომ წვრთნები დიდი წარმატებით დასრულდა. აფეთქების დღის მეორე ნახევარში, სანამ კრემლს წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შესახებ შეატყობინებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სენდი ბერგერმა და თავდაცვის მდივანმა უილიამ კოენმა უკვე იცოდნენ, რომ კურსკი ჩაიძირა. მალევე ბრიტანეთის მთავრობამ საფრანგეთთან, გერმანიასთან, ისრაელთან, იტალიასთან და ნორვეგიასთან ერთად რუსებს დახმარება შესთავაზა. თავის მხრივ შეერთებულმა შტატებმა ორი ღრმა ჩაძირვის სამაშველო გემიდან ერთ-ერთის გამოყენების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ყველანაირ უცხო დახმარებაზე უარი განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა იგორ სერგეევმა ამერიკის საელჩოს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები კარგად მიმდინარეობდა. კვირას 13 აგვისტოს 17 საათსა და 30 წუთზე სამაშველო გემმა მიხაილ რუდნიცკიმ წყალში სამაშველო მანქანა ჩაუშვა, რომელიც 1 საათში 100 მეტრ სიღრმეზე რაღაც ობიექტს დაეჯახა. ილუმინატორიდან ეკიპაჟმა კურსკის პროპელერი და უკანა სტაბილიზატორი დაინახა. თუმცა სამაშველო მანქანა დაზიანდა და ის წყლიდან ამოსწიეს. სანაცვლოდ წყალში სხვა მანქანა ჩაუშვეს, თუმცა მან კურსკი ვეღარ იპოვა, რადგან პიოტრ ველიკის ბორტზე მყოფმა პერსონალმა მას არასწორი მიმართულება მისცა. ამასობაში კურსკის ზებნაში სამაშველო ბუქსერი ნიკოლაი ჩიკერი ჩაერთო. წყლის ქვეშა კამერების გამოყენებით მან ჩაძირულ წყალქვეშა ნავს პირველი სურათები გადაუღო, რომელზეც წყალქვეშა ნავის ცხვირიდან იალქნამდე სერიოზული დაზიანება იყო ნაჩვენები. კურსკი 25 გრადუსიანი კუთხით იყო დახრილი და ცხვირი ფსკერზე დაახლოებით 22 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაფლული. პერისკოპი ამოწეული აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ როცა კურსკი აფეთქდა, წყალქვეშა ნავი ან წყლის ზედაპირზე, ან მაქსიმუმ 20 მეტრზე ნაკლებ სიღრმეზე იქნებოდა, რადგან როგორც იცით, პერისკოპს წყალქვეშა ნავიდან წყალზედა ვითარებაზე სამეთვალყუროდ იყენებენ. ამასობაში ის პირველი დაზიანებული წყალქვეშა მანქანა შეკეთდა და ორშაბათს დილის 5 საათზე ისევ წყალში ჩაუშვეს. 6 საათსა და 50 წუთზე მან კურსკი იპოვა და მასზე მიმაგრება მეცხრე განყოფილების თავზე უკანა საავარიო საბარგულზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიმაგრებისთვის საჭირო ვაკუუმური დახურვის შექმნა ვერ მოხერხდა. ცდილობებში ელემენტი დაიცალა და მანქანას ზედაპირზე ამოსვლა მოუწია. სათადარიგო ელემენტები არ იყო, ამიტომ ეკიპაჟი იძულებული გახდა აკუმულატორების დატენას დაავადებოდა. ამასობაში ქარი გაძლიერდა, გაიზარდა ტალღების სიმაღლეც, რამაც რუსები იძულებული გახდა სამაშველო ოპერაციების შეეჩერებინათ. პირველი ოფიციალური განცხადება რუსეთის მთავრობამ ორშაბათს გააკეთა. მათ მედიას განუცხადეს, რომ კურსკს კვირას მცირე ტექნიკური სირთულეები შეექმნა. მათ თქვეს, რომ წყალქვეშა ნავი ოკეანის ფსკერზე ჩავიდა. ისიც თქვეს, რომ მათ ეკიპაჟთან კონტაქტი დაამყარეს. ნავს ჰაერსა და ენერგიას აწვდიდნენ. კიდევ რამდენიმე დღეში რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა და ფლოტის ადმირალმა ვლადიმერ კუროედოვმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი წყლის ქვეშ სერიოზული შეჯახების შედეგი იყო. ამასობაში მთელი კვირის განმავლობაში რუსები სხვადასხვა გემების საშუალებით ცდილობდნენ რამენერად მოხვედრილიყვნენ კურსკის წყალქვეშა ნავზე, თუმცა უშედეგოდ. 17 აგვისტოს მომხდარიდან 5 დღის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ბრიტანეთისა და ნორვეგიის მთავრობების დახმარების შეთავაზებას. ბრიტანელი და ნორვეგიული მკვიდრების 6 ჯგუფი პარასკევს 18 აგვისტოს წყლის ქვეშ ჩავიდა. მათ მხარდაჭერას რუსული სამაშველო გემები უწევდნენ. 19 აგვისტოს 20 საათზე კატასტროფიდან 7 დღის შემდეგ ნორვეგიული გემი ნორმან პიონერი ბრიტანულ სამაშველო წყალქვეშა ნავთან ერთად ადგილზე მივიდა. რუსებმა მათ შეზღუდვები დაუწესეს. ნორვეგიელ მკვიდრებს ნავის უკანა მხარესთან მისვლა აეკრძალათ,
რაც ნორვეგიელების სამაშველო ოპერაციებს აფერხებდა. მათ 21 აგვისტოს სამაშველო საბარგული შიდა ლუქი წყლით გავსებული იპოვეს, შემდეგ სამაშველო საბარგული გახსნეს და დიდი რაოდენობით ჰაერი გამოუშვეს. twin-tower-მა გემზე ვიდეოკამერა ჩაუშვეს და ეკრანებზე რამდენიმე მეზღვაურის ცხედარი გამოჩნდა, თუმცა ნორვეგიელებს შიგნით შესვლის უფლება არ მიეცათ. წყალქვეშა ნავში მხოლოდ რუსი twin-tower-ები შევიდნენ. ამისთვის ნორვეგიელებმა მერვე განყოფილების კორპუსში ხვრელი გაჭრეს და რუსები ჩაძირულ გემში შევიდნენ. მათ მეცხრე განყოფილებისკენ მიმავალი ტიხრის ლუკი გახსნეს. რუსებმა საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს. 21 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ნორვეგიელებმა დაადასტურეს, რომ კურსკის მეცხრე განყოფილებაში ცოცხალი აღარავინ იყო, ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურმა ადმირალმა პოპოვმა საზოგადოებას მიმართა და კურსკის ოჯახის წევრებს პატიებას თხოვა. 22 აგვისტოს პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომლითაც 23 აგვისტო რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. 26 აგვისტოს პუტინმა წყალქვეშა ნავის მეთაურს გენადი ლიაჩინს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა, ხოლო ეკიპაჟის 17 წევრსა და სპეციალისტებს ასევე სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენი გადაეცათ. მალევე ფლოტის ადმირალმა ვლადიმერ კოროედოვმა განაცხადა, რომ კურსკის შემთხვევა გამოწვეული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წყალქვეშა ნავთან სერიოზული შეჯახებით, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რუსეთის საზღვაო ძალების უფროსი მეთაურები ამას 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ. 2000 წლის 29 ან 30 აგვისტოს სპეციალურმა რუსულმა კომისიამ განაცხადა, რომ წვრთნებს აკვირდებოდნენ 2 ამერიკული ლოს-ანჯელესის კლასის წყალქვეშა ნავები, USS Memphis და Toledo, ასევე სამეფო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი. რუსული წყაროების ცნობით, როდესაც წვრთნები შეწყდა, ეს გემები ევროპულ პორტებში შევიდნენ. რუსეთის საზღვაო ძალებმა წარმოადგენს ამერიკული წყალქვეშა ნავის Memphis-ის თანამგზავრული ფოტოები, რომელიც სავარაუდოდ შეჯახებისთანავე ბერგენში, ნორვეგიის საზღვაო ბაზაზე იყო გადაღებული და ამტკიცებდნენ, რომ Memphis-ი ზედაპირზე სარემონტოდ ამოვიდა, თუმცა ფოტოების ავთენტურობა არასდროს დადასტურებულა. ახლა კი რა მოხდა სინამდვილეში? გეოფიზიკოსებმა, რომლებმაც სეისმური სიგნალები გააანალიზეს, დაასკვნეს, რომ ჩაწერილი საწყისი ხმა იყო აფეთქებით გამოწვეული და არა შეჯახებით. მეორე მოვლენის სეისმური ტალღური ფორმები, რომლებიც იმ დროისთვის რამდენიმე ტორპედოს ქობინის აფეთქებით იყო გამოწვეული, ასევე წარმოქმნიდან მაღალი სიხშირის ბუშტისებურ ნიშანს, რომელიც დამახასიათებელია დაახლოებით 3-7 ტონა ტროტილის წყალქვეშა აფეთქებისთვის. როდესაც ანალიტიკოსებმა მეორე მოვლენა პირველ შეადარეს, მათ დაასკვნეს, რომ პირველიც ტორპედოს აფეთქება იყო. ეს ეპოქა ჯერ კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ რუსეთში ძალიან ძლიერი კრიტიკული მედია არსებობდა, ხო და ამ კრიტიკული მედიის წყალობით სოფლის მასშტაბით გავრცელდა კურსკის ეკიპაჟის გაბრაზებული ოჯახის წევრების კადრები. ხალხი ინფორმაციას ვერ იღებდა და ზოგიერთმა ისიც კი არ იცოდა, იმყოფებოდნენ თუ არა მათი ოჯახის წევრები ჩაძირულ გემზე. სამხედროებმა კატასტროფის დაწყებისთანავე პრეზიდენტ პუტინს უთხრეს, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ და ჩარევა არ იყო საჭირო. მას უთხრეს, რომ არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ კურსკს უცხოური გემი შეეჯახა და რომ რუსეთს არ უნდა მიიღო უცხო ქვეყნებისგან დახმარება. პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც 4 თვის შემდეგ ზღვისპირა კურორტზე დარჩენის გადაწყვეტილების გამო პუტინის საზოგადოებამ და მედიამ კაცრად გააკრიტიკა. მისი ოდესღაც ძალიან დადებითი რეიტინგი მკვეთრად დაეცა. სამშაბათს 22 აგვისტოს კურსკის ჩაძირვიდან 10 დღის შემდეგ პუტინი ვიდიაევოს საზღვაო ბაზის ოფიცერთა კლუბში კურსკის ეკიპაჟის ოჯახების დაახლოებით 350 წევრს შეხვდა და ასევე სხვა პირებს. შეხვედრა დახურული იყო და წვდომა კაცრად კონტროლდებოდა. ნეზავისი გაზეტას და კომერსანტის 2 რუსმა ჟურნალისტმა, რომლებიც ოჯახის წევრებად ასახებდნენ თავს, დაინახეს როგორ ყვიროდა ხალხი. ისინი მოითხოვდნენ გაეგო თუ რატომ იღებდნენ ამდენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვინ დაიჟებოდა ამ ყველაფრისთვის. სტრულად განწყობილი შეხვედრა 3-დან 6 საათამდე გაგრძელებულა. შეხვედრის ჩაწერის უფლება მხოლოდ სახელმწიფო ტელეკომპანია RTR-ს მიეცა, რომელმაც ცხადია ეს დეტალები ეთერში არ გაუშვა. თუმცა მისი ერთადერთი ტელეკამერიდან გამოსახულება იგზავნებოდა სატელიტურ მანქანაში, რომელიც RTR-ს დროებით ჰქონდა მიღებული გერმანული ტელეკომპანია RTL-ისგან. გერმანულმა ტელევიზიამ ცხადია ამ სიგნალიდან მიღებული კადრები მთლიანად ჩაიწერა. სწორედ მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე ნადეჟდა ტილიკი, ლეიტენანტ სერგეი ტილიკის დედა, უკიდურესად ემოციური და გაბრაზებული იყო. ის მთავრობას აგინებდა. არ ჩუმდებოდა და მის უკან მდგომა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ექთანმა მას ზალით დასამშვიდებელი გაუკეთა. ტილიკმა მეტყველების უნარი დაკარგა. ის შეხვედრიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ტილიკმა პეტერბურგში მედიას განუცხადა, რომ ყველაფერზე წავიდოდა, რათა წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ სიმართლე გაერკვია. რუსეთი და დასავლეთი შოკირებული იყო ინციდენტით, რადგან არსებობდა შიში იმისა, რომ ტილიკის საჯარო სედაცია
განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით ყოფილი საბჭოთა კავშირის ცივი ომის ეპოქის მეთოდებზე დაბრუნებას ნიშნავდა. ტილიკის თქმით, მას შვილმა კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ წყალქვეშა ნავზე სიკვდილი იყო, მაგრამ არ ახსნა თუ რას გულისხმობდა. მან თქვა, დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურებმა იცოდნენ, რომ ტორპედოები არ იყო წესრიგში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვიდეოებში მყოფმა საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მოგვიანებით მედიას დაუდასტურეს, რომ ტილიქს სედატიური საშუალება ნამდვილად გაუკეთეს. პუტინმა ეკიპაჟის ნათესავებთან შეხვედრისას რუსეთის სამხედრო ძალების სავალალო მდგომარეობაში ჩაგდება იმ ოლიგარქებს დააბრალა, რომლებიც ქვეყნის არასამთავრობო მედიის უმეტეს ნაწილს ფლობდნენ. კურსკის მეზღვაურების ოჯახებს არა მხოლოდ 10 წლის ხელფას, არამედ მათ მიერ არჩეულ რუსულ ქალაქში უფასო საცხოვრებელს და შვილებისთვის უფასო უმაღლეს განათლებას დააპირდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული სხვა შემოწირულობების დამატებით კურსკის ეკიპაჟის ოჯახებმა დაახლოებით 35,000 ამერიკული დოლარი მიიღეს. 2002 წლის 26 ივლისს თითქმის 2 წლის შემდეგ სამთავრობო კომისიამ და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმერ ოსტინოვმა განაცხადეს, რომ კურსკზე აფეთქება წყალბადის ზე ჟანგის საწვავმა გამოიწვია. აგვისტოში 133 ტომიანი საიდუმლო ანგარიში გამოქვეყნდა. მთავრობამ რასისტკაია გაზეტაში 4 გვერდიანი რეზიუმე გამოაქვეყნა, რომელშიც ასახული იყო დისციპლინის უზარმაზარი დარღვევები, უხარისხო მოძველებული და ცუდად მოვლილი აღჭურვილობა, არა კომპეტენტურობა. მთავრობის ანგარიშის დასკვნით, ტორპედოს განყოფილებაში საწყისმა აფეთქებამ მაშინვე იმსხვერპლა ეკიპაჟის 7 წევრი, რომლებიც შიგნით იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავი პერისკოპის სიღრმეზე გაშლილი რადიო ანტენებით იმყოფებოდა, სამეთაურო პუნქტში არავის გაუგზავნია განგაში სიგნალი და არც ერთ იმ ღილაკზე არ დაუჭერიათ, რომელიც ბალასტური ავზის საგანგებო აფეთქებას დაიწყებდა, რაც წყალქვეშა ნავს ზედაპირზე ამოიყვანდა. ეს ანგარიშის მიხედვით იმიტომ არ მოხდა, რომ მეორე განყოფილებაში მდებარე სამეთაურო პუნქტში მყოფი 36 მეზღვაური აფეთქების ტალღას ემსხვერპლა. ტორპედოს განყოფილებაში პირველმა აფეთქებამ 2 წუთისა და 14 წამის შემდეგ მეორე აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც 5-დან 7-მდე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ტორპედოს ქობინები ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა. წყალქვეშა ნავის ჩაძირვისას ეკიპაჟის 78 წევრი, როგორც წესი, პირველ 4 განყოფილებაში იყო განაწილებული, ხოლო 49 უკანა 5 განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ კურსკი 1 კილომეტრამდე სიღრმეზე გარეწნევის გასაძლებლად იყო შექმნილი, მეორე აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავის კორპუსში 2 მეტრის ზომის ხვრელი გაჩნდა, საიდანაც წყალი წამში 90,000 ლიტრი სიჩქარით შედიოდა. მეორე აფეთქების შედეგად პირველი 3 განყოფილება და ყველა გემბანი ჩამოინგრა. ამ განყოფილებებში 5 შტაბის ოფიცერი და 2 კონსტრუქტორი ინჟინერი მეორე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ცხადია, იმ ანგარიში ტექნიკური დეტალები ბევრია, მაგალითად ის, რომ კურსკი ჩაიძირა ტორპედოს აფეთქების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ტორპედოს კორპუსის ბზარებიდან მაღალი დონის პეროქსიდის გაჟონვით, რომელიც მაღალ კონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგის ფორმაა, თუმცა ეს უკვე სამეცნიერო კვლევის თემაა და ჩვენს ვიდეოს არ ეხება, თუმცა დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ტორპედოს სატესტო ვერსია 10 წლის იყო და მის ზოგიერთ ნაწილს ექსპლუატაციის ვადა ამოწურული ჰქონდა. რამდენიმე წყაროს ცნობით, ერთ-ერთი სავარჯიშო ტორპედო ტრანსპორტირების დროს ჩამოვარდა, რამაც შესაძლოა კორპუსში ბზარი გამოიწვია, მაგრამ იარაღი მაინც წყალქვეშა ნავზე მოათავსეს. პერსონალმა, რომელმაც სავარჯიშო ტორპედოების წვრთნების დაწყებამდე 1 დღით ადრე დატვირთა, შენიშნა, რომ რეზინებიდან საწვავი ჟონავდა, თუმცა წვრთნების რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის დიდი მნიშვნელობის გამო არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. ახლა იკითხავთ, ასეთი მასშტაბის აფეთქების მიუხედავად როგორ არ გააქტიურდა გემზე ჩატვირთული ატომური იარაღი? საქმე ისაა, რომ მეხუთე განყოფილებაში 2 რეაქტორი იყო განთავსებული. ამ ბირთვულ რეაქტორებს უფრო ძლიერი დაცულობა ჰქონდა და აგებული იყო ისე, რომ გაეძლო უფრო დიდი დატვირთვებისთვის, ვიდრე სხვა შიდა ტიხრებს. რეაქტორები მყარად იყო დამონტაჟებული და დამატებით შემოსაზღვრული იყო 13 სანტიმეტრის სისქის ფოლადით. მეხუთე განყოფილების ტიხრებმა ორივე აფეთქებას გაუძლო, რამაც საშუალება მისცა ორივე რეაქტორს ავტომატურად გამორთულიყო თავიდან აიცილებინა ბირთვული აფეთქება და ზღვის ფართო მასშტაბიანი დაბინძურება. მეშვიდე განყოფილების თავზე კურსკს საგანგებო ტივტივა ჰქონდა. მისი მიზანი იყო ზედაპირზე ამოსვლა და სიგნალის გაგზავნა, რაც მაშულებს დაეხმარებოდა დაზიანებული გემის ადგილმდებარეობის დადგენაში. კურსკის ტივტივა არ გახსნილა, რაც ზოგიერთი წყაროებით იმიტომ მოხდა, რომ ის გემის კორპუსზე მიდუღებული იყო. უსტინოვმა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების წაყენების გარეშე დახურა. კურსკის კატასტროფაში არასდროს არავინ დაუდანაშაულებიათ. ცხადია, როგორც ხშირად კურსკის შემთხვევაშიც გავრცელდა შეთქმულების თეორიები, მაგალითად შპიგელი, ბერლინერ ცაიტუნგი და სანდეი ტაიმსი აცხადებდნენ, რომ ფლობდნენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებდა, რომ წყალქვეშა ნავს
პიოტრ ველიკის მიერ გასროლილი რაკეტა დაეცა. სხვა თეორიები მოიცავდა ჯაშუშობას, ადამიანურ შეცდომას, დივერსიას და იმასაც, რომ კურსკი ცდიდა ახალ საიდუმლო ტორპედოს, რომელსაც შეეძლო 370 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. კიდევ ერთი თეორიის თანახმად, კურსკის მიმართულებით ტორპედო გაუშვა ამერიკის საზღვაო ხომალდმა მემფისმა. ცალკე უნდა ვისაუბროთ აფეთქებისას გადარჩენილ 23 მეზღვაურზე, ისინი სავარაუდოდ შეიკრიბნენ მცირე მეცხრე კუპეში, რომელსაც საავარიო ლუკი ჰქონდა. როგორც ჩანს, მეშვიდე განყოფილების ტურბინების განყოფილების უფროსმა კაპიტან ლეიტენანტმა დიმიტრი კოლესნიკოვმა ხელმძღვანელობა იკისრა. კოლესნიკოვმა ორი ჩანაწერი დაწერა, რომელთა ნაწილებიც ვიცე-ადმირალმა მოცაკმა მედიას პირველად 2000 წლის 27 ოქტომბერს წარუდგინა. პირველი ჩანაწერი, რომელიც მეორე აფეთქებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიწერა, შეიცავდა ოჯახისთვის გაგზავნილ პირად ჩანაწერს, ხოლო უკანა მხარეს ინფორმაციას მათი მდგომარეობისა და მეცხრე განყოფილებაში მყოფი პირების სახელების შესახებ. ხელწერა ნორმალური ჩანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეზღვაურებს ჯერ კიდევ ჰქონდათ განათება. 13 საათსა და 15 წუთზე მე-6-ე, მე-7 და მე-8 სექციების ყველა თანამშრომელი მე-9 სექციაში გადავიდა. ციტატა: "აქ 23 ადამიანია. თავს ცუდად ვგრძნობთ. ნახშირორჟანგით დასუსტებულები ვართ. კუპეში წნევა იზრდება. თუ ზედაპირისკენ გავემართებით, წნევას ვერ გავუძლებთ. აქ კი ერთ დღეზე მეც ვერ გავძლებთ." მე-6-ე, მე-7 და მე-8 სექციების ყველა თანამშრომელი მე-9 სექციაში გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია თავის აღწევა. ციტატის დასასრული. კოლესნიკოვმა მეორე ჩანაწერი 15 საათსა და 15 წუთზე დაწერა. მისი ნაწერის გარკვევა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ციტატა: "საწერად ბნელა, მაგრამ შეგრძნებით ვეცდები დავწერო. როგორც ჩანს, შანსი არ არის. 10-20%. იმედია ვინმე მაინც აიკითხავს ამას. აქ არის სხვა სექციების პერსონალის სია, რომლებიც ახლა მე-9 სექტორში არიან და გასვლაც შეეცდებიან. ყველას პატივისცემით. სასოწარკვეთილება არ არის საჭირო." კოლესნიკოვი. გაზეთმა „იზვესტიამ“ 2001 წლის 26 თებერვალს გაუცელა კიდევ ერთი წერილი, რომელიც სამეშვეულო ოპერაციის დროს იქნა აღმოჩენილი და „იზვესტიას“ მიხედვით ლეიტენანტმა რაშიდ არიაფოვმა დაწერა. არიაფოვს მე-6 განყოფილებაში მაღალი თანამდებობა ეკავა. წერილი დეტექტიური რომანის გვერდზე იყო დაწერილი და პლასტმასში იყო გახვეული. წერილი არიაფოვის ცხედრის ამოღების შემდეგ მისი ტანსაცმლის ჯიბეში იპოვეს. „იზვესტიას“ მიერ გავრცელებულ წერილში ავტორი წერდა, რომ აფეთქება გამოწვეული იყო ტორპედოს განყოფილებაში არსებული ხარვეზებით. კერძოდ იმ ტორპედოს აფეთქებით, რომელზეც კურსკს ტესტების ჩატარება მოუწია. ის ასევე ყვებოდა, რომ აფეთქებების შედეგად წყალქვეშა ძლიერ ირხეოდა და აღჭურვილობის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის მრავალი წევრი დაშავდა. ჩაძირული გემის ანალიზით ვერ დადგინდა მუშაობდა თუ არა სამეშვეულო ლუკი შიგნიდან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მამაკაცებმა შესაძლოა უარი თქვეს სამეშვეულო ლუკის გახსნაზე, მაშინაც კი თუ ის მუშაობდა და ამჯობინებდნენ სამეშვეულო გემის წყალქვეშა ნავის ლუქსზე მიმაგრებას, დალოდებოდნენ. კურსკი შედარებით ახლოს იყო ნაპირთან და თან მასშტაბური საზღვაო წვრთნების შუაგულში იმყოფებოდა. მეზღვაურებს ყველა საფუძველი ჰქონდათ ეფიქრათ, რომ მაშველები სწრაფად მივიდოდნენ მათთან. არსებობს დავა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გადარჩნენ მე-9 კუპეში მყოფი მეზღვაურები. კაპიტან ლეიტენანტმა კოლესნიკოვმა ბოლო ჩანაწერების სიბნელეში 15 საათსა და 15 წუთზე დაწერა, რითაც დაადასტურა, რომ აფეთქებიდან სულ მცირე 4 საათის განმავლობაში ცოცხალი იყო. რუსეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ და კურსკის საზღვაო ინციდენტების განყოფილების ხელმძღვანელმა ვიცე-ადმირალმა ვლადისლავ ილინმა დაასკვნა, რომ გადარჩენილები 3 დღემდე გაძლებდნენ, თუმცა მე-9 განყოფილებაში ნაპოვნი სხვა ჩანაწერები ჩაძირვიდან არაუგვინეს 6 საათისა და 17 წუთის შემდეგ იყო დაწერილი. კურსკი ზღვის ფსკერიდან 2001 წლის ოქტომბერში ჰოლანდიის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კონსორციუმმა მამოეთ სმიტმა ამოიტანა. სამეშვეულო ჯგუფმა და რუსეთის საზღვაო ძალებმა საზოგადოება დაარწმუნეს, რომ რეაქტორები უსაფრთხოდ დაიხურა და წყალქვეშა ნავის 2 ბირთვული რეაქტორის კორპუსები არ გახვრეტილა. რუსეთის საზღვაო ფლოტმა კურსკზე განთავსებული ტორპედოების მსგავსი ყველა ტორპედოს ექსპლუატაციიდან ამოღება ბრძანა. კურსკის ჩაძირვამ სოფლის აჩვენა, რომ ზოგიერთი იმპერია არა მტრის ხელით, არამედ საკუთარი დუმილით ნადგურდება. ეს იყო რუსული ფლოტის ყველაზე მძიმე დღე. იმ დღიდან ყველამ გაიგო, რომ რუსეთში სიმართლე შესაძლოა ყველაზე ღრმად დაიმალოს. ზუსტად იქ, სადაც კურსკი ჩაიძირა. გაიგო, მაგრამ ამის გააზრებას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა. ევროპამ და დასავლეთმა მხოლოდ 2022 წელს საბოლოოდ დაასკვნა, რომ რუსეთთან ურთიერთობისთვის უნდა გადაეხედა. თუ გინდა მსგავს რეალურ ისტორიებს მოусმინო, გამოიწერე არხი, დააჭირე ლაიქს და გაუზიარე ვიდეო მეგობრებს.